დილა შუადღე და საღამო მშვიდობისა, იმის მიხედვით თუ პლანეტის რომელი წერტილიდან გვიყურებთ, ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უეჭველი ქართველია. მე ალექსი მეგრელიშვილი ვარ და შევეცდები, რომ შემდეგი ნახევარი საათი საინტერესოდ გაგატარებინოთ. გვიყურებთ როგორც TV პირველის მაყურებელი, ასევე იმისთვის, რომ ნახოთ ამ გადაცემის სრული ვერსია, ასევე თვალი გადაავლოთ უკვე გასულ გადაცემებს, ხობთ გამოყვეთ YouTube-ზე და აქვე არხის გამოწერაც არ დაგავიწყეთ, თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის იუნა შაფათავა. ბევრთვის მონატრებული, დარწმუნებული ვარ. გამარჯობა, მადლობა რომ მithმობთ დროს და ხართ ჩემი გადაცემის სტუმარი, როგორ ხართ? მადლობა და შენობით, ხომ თუ შეიძლება? კი ბატონო, ვისაუბროთ შენობით. სხვათაშორის სტატუსი ვერ მოვიფიქრე რა სტატუსის წარმოდგინე, იმიტომ რომ ცხოვრების განმავლობაში იმდენად ბევრი საქმიანობა გქონია, რომ ვერ მივხვდი თავარი რა არის. და მოდი, შენ გითხარი, შენი სახელის და გვარის იქით, ვინ არის დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი? სხვათა შორის, იცი, ალექს, დიდხანს ფიქრობდი შევიცვალა თუ არა სახელი, იმიტომ რომ იუნა შაფათავა ლათინურად ეს როდესაც იწერება სხვა ასოციაციები მოყვება და იუნა შაფათავას ქართულად ისეთი ასოციაციები მოყვება, რომ მე თვითონაც არ მსიამოვნებს, მაგრამ რას იზამ, ამიტომ გადაწყვეტე სახელი არ შემეცვალა. ვიფიქრე, რადგან მე ბედნიერი ვიყავი საქართველოში, მადლობა ჩემს სამშობლო სამისთვის და ქართულ ხალხს. ამიტომ მე ვიფიქრე, ისაც მოკლე ეს ცხოვრება. თუ ვარსკვლავების განლაგება ისე შეიძლება, რომ შეიძლება ყველაფერი აბსოლუტურად, ჩემი სახელი არაფერში მიშლის. ასე რომ, რას გულისხმობ, იმიტომ რომ ჩვენი აღქმა საქართველოში სულ სხვა ცხოვრებაზე როგორ ჩანს. მე ასე ვთქვათ, 40 წელი გავატარე საქართველოში და მეგონა რომ ზრდასრული ადამიანი ვარ. რატომ ღელა ვერ ხვდები? ამჩნევთ რომ აკანკალებს. ხო და ბოლოს როდის მეცით ინტერვიუ შეიძლება ეს არის მიზეზი. არ იყო დიდი ხნის წინ, არა, ცოტა ხნის წინ ამას დავამთავრებ იდეას და ამიტომ მე ვფიქრობდი რომ 40 წლის ასაკში შეიძლება ისე გარდაცვლილიყავი რომ მან მორჩენილი იყო ყველაფერი და დარჩებოდა ის იუნა შაფათავა ვინც იყო, მაგრამ რომ ჩამოვედი ამერიკაში აღმოვაჩინე რომ სრული ბავშვი ვარ. სრული ბავშვი ვარ. რაც შეეხება იმას ბოლოს კამერასთან როდის ვიდექი და ინტერვიუ როდის მივეცი, ინტერვიუ არ მიმიცია. დაახლოებით 1 თვის წინ, ასე ვთქვათ, ტექნიკურად გამომიყენეს American Horror Movies. ძალიან ცნობილი სერიალი როა და მე დაფიცებული მქონდა რომ მე რაღაც საშინელ სატანისტურ რაღაცებში, იმიტომ რომ მე თვითონ მეშინია ამ თემის, არასოდეს მივიღებ იმას მონაწილეობას, მაგრამ გამიმართლა, იმიტომ რომ მართლა არ მინდოდა გამოჩენა ისე. დევიდ ბოის ფოტოგრაფი იღებდა იმ ტექნიკურ მასალას პრომოსთვის და დევიდ ბოის ფოტოგრაფთან მუშაობა ძალიან დიდი გამოცდილებაა. მაგრამ ღელავ, იმიტომ რომ სათქმელი ბევრი მაქვს და ვეცდები რომ მტკივნეულ თემებს არ შევეხო და ვუთხრა ადამიანებს რომ ყოველი დღე არის იმის საწინდარი რომ იყო ბედნიერი. განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, ვინც ემიგრაციას ეძახის ამ დროებით გადასახლებას, იმიტომ რომ უმეტესობა ქართველებისთვის გადასახლება დროებითია. ყველას უნდა სახში დაბრუნება და ძალიან დრამატულია ეს ქართული ხასიათი, ჩვენ ცხოვრობთ დრამაში. და მინდა ვუთხრა რომ არასოდეს იცი რა იქნება ხვალ. დრამაში რომელიც გვიყვარს თუ არა? გვიყვარს. გადაცემის დასაწყისში ვახსენე რომ ბევრისთვის მონატრებული იუნა შაფათავა თქო, მაგრამ ბევრისთვის შეიძლება არასასიამოვნოც და გამაღიზიანებელი და რატომღაც ჩემი აღქმით არ ვიცი, მგონია რომ თქვენ მიმართ ადამიანების დამოკიდებულება არის რადიკალური. ან მაგრადევასებით ადამიანებს, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, ან მაგრად მოწონხართ. აბსოლუტური თავისუფლება, რაც გინდა მითხარი. კი ბატონო, გინდა მაგინე. ამისთვის. ან ძალიან არ მოწონხართ. შეიძლება ეს შთაბეჭდილება მრჩება სოციალური ქსელებიდან, არ ვიცი, სადაც აქტიურად პერიოდულად სანამ გადავარდა ჩვენი ოპერატორი. ხო, ისეც ხელა იბანავეს პრინციპში ცოტა გაგრილდება და მგონია რომ აი საზოგადოებას ეს ორი დამოკიდებულება აქვს. რატო როგორ ფიქრობ? როგორც აღმოჩნდა, ადამიანები თამაშობენ და მოთამაშეები არიან და ძალიან ბევრჯერ დავიწვი, მით უმეტეს ამერიკამ ძალიან ბევრი რაღაცა სწავლა, არავის ვენდობი. ამიტომ ვინ როგორ მხედავს ეს სიმართლე გითხრათ, აღარც გაინტერესებს. თქვა რამდენი წლის გავხდი, წელს გავხდი 50 წლის. იქ სადაც ისინი სწავლობდნენ, მე ვასწავლიდი. მე ძალიან ბევრს ვინტერესდებოდი ადამიანების ბუნებაზე, ჩვენ ცხოვრებაზე რა არის მნიშვნელოვანი და მივხვდი რომ ზოგი ადამიანი ატარებს შუქს, ზოგი ადამიანი კი უბრალოდ დროებითი ფერფლია ამ ქვეყანაზე.
კი ბატონო. და ბევრჯერაც და ამიტომ ვინც ხედავს შუქს და კარგს, ის ხედავს იმას, რისი დანახვაც სურს და ვინც არის ფერფლი და თვითონ ფერფლია, ვერაფერს დაენახავს. მისი გული ბრმაა. მოდი დავიწყოთ თქვენი ამერიკული ისტორიით, ესე ბანალურად. ბევრმა ადამიანმა შეიძლება არ იცის საერთოდ რომ ამერიკაში ხართ. ის იმ ადამიანებმა, ვისაც შეიძლება არ ყავხართ სოციალურ ქსელებში, მაგალითად Facebook-ზე და ტელეეკრანებიდან გიცნობენ და შეიძლება ეხლა რომ ხედავენ, იუნა ამერიკაში წასულაო. გითხარით, რამდენი ხანია ამერიკაში ხართ და რატომ ამოყავით თავი ამ ქვეყანაში? მე არ მგონია ვინმე დარჩა, ვინც არ იცის რომ მე ამერიკაში ვარ, ჩემი ახლობლებიდან და მეგობრებიდან. მე ამერიკაში ვარ, დღეს ჩემ მადამ დამირეკა სასაცილოა. დეას პრიზმიდან რომ ლაპარაკობ, იმიტომ რომ ყუპედი ვართ. და დეა მირეკავს და მეკითხება, შენ როდის წახვედი ამერიკაში? 2014 იყო, ხო? და დეა მეთქი, როგორ არ გცხვენია? მე გავბრაზდი. შენ მასწავლე მეთქი, იმიტომ რომ 2014-ში ჩემმა უმცროს მადამ ითამაშა US Open-ი. ეს იყო პირველად, როდესაც ჩამოვედი ამერიკაში. საფიკო იყო მაშინ 25 წლის 25 წლის იყო ჩემი და როდესაც US Open-ი ითამაშა და ჩამომიყვანა. და ვცხოვრობდით აიქ სასტუმროში, ესეც ჰაუსია და ისე მახსოვს ცხენების სუნი იყო პირველი დაეტლები და შევედი სასტუმროში და სოფიკო მანჰეტენზე როდის სწავლობთ? და რას პასუხობს შეგოიმო მანჰეტენზე ვართ. ძალიან გამეცინა და ეს იყო პირველი და რა თქმა უნდა ყველა მე არჩები და ვიღაც კაც მელაპარაკებოდა თვითმფრინავში ყველა ვინც ამერიკაში მიდის რჩება. არა ვეუბნები მე ქალღმერთივით ბედნიერი ვარ ჩემ ქვეყანაში. მე არსად არ ვაპირებ წასვლას და მთელი ცხოვრება ასე იყო, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობაში დავებადე საბჭოთა კავშირში, დისიდენტი ბევრი იყო. მაშინ წავიდა ყველა გამოჩენილი, ასე ვთქვათ, მოღვაწე მოცეკვავე მსახიობი იპარებოდნენ ქვეყნიდან. ბულგაკოვს ოცნებად დარჩა საზღვარგარეთ წასვლა, ვისოცკი, რა ვიცი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია რომ მე საქართველოს დავტოვებდი, მაგრამ გამოვიდა ისე რომ მე გადაწყვიტე დამეხურა ეს ფურცელი, ასე გავაკეთე, წიგნი დავწერე, მეთქი მოვრჩები, პრეზენტაცია გავაკეთე და всё. მე ჩემი დავალება აქ შევასრულე, დროა გადავიდე სხვაგან. რა ვიცი, მე ვერ ვიტყვი რომ მე შემიძლია რაღაც გზა მოგიყვეთ, რა გამოვიარე, იმიტომ რომ ეს არ არის სტანდარტული გზა, რომელსაც ყველა გადის. ძალიან კარგად დავგეგმე, მაგრამ თურმე არ დამიგეგმია ძალიან კარგად. ძალიან საინტერესოა და ეს მოვყვეთ უბრალოდ მანამდე მითხარით დღეს რა საქმიანობთ და ვინ არის გადაცემის სტუმარი დღევანდელი საქმიანობით. დღევანდელი საქმიანობით მე ისე ვარ aspiring actress, როგორც იტყვიან, ანუ მონდომებული მსახიობი თავისი იმედებით, მაგრამ მე არ ვარ aspiring actress, ამას წინ ChatGPT-მ გამაბრაზა. აგენტს ვეძებდი სამსახიობოს და ეს უნდა გააკეთო და baby stop მეთქი, 5 ენა ვიცი, ხო იცი ChatGPT რა გიჟობაა და 5 ენა ვიცი, A-listeri ვიყავი საქართველოში და ასე შემდეგ extraordinary visit ვარ აქ და ეს თვლისო სიტუაციას. და ChatGPT-მ რომ დავაფასა, მე რაღაცნაირად ისე შევხედე. რა საქმიანობდა, დავდივარ კასტინგებზე, ალექს იცით რომ ხვალ კასტინგი უნდა მქონდეს. დღევანდელი გადაცემაც გადავცვალეთ დღე, იმიტომ რომ კასტინგი გაქვთ. რამე წარმატების ისტორია იწერება თუ? ჩვეულებრივი ფილმია. ჩვეულებრივი, უბრალოდ COVID-ის მერე ყველაფერი შეიცვალა და ძალიან შეაფერხა ყველაფერი ამ მხრივ, იმიტომ რომ კასტინგები გადავიდა ვირტუალურ მოდში, ასე ვთქვათ. კინოინდუსტრიაში კარგი კონტაქტები გაქვთ უკვე თუ ესე გამართლების იმედად ხართ რომ სადღაც რაღაცას გაარტყავთ და ამის გჯერათ ისე რომ წყალი არ გაუვა. გამეცინა. არა, ყველაფერი შემთხვევითი ამ სფეროში და გამართლებაზეა. მონდომებაზეც არის, რა თქმა უნდა, არ უნდა თქვა ხარხმალი ჩამოყარო მე უფრო მიმართლებს მუსიკალურ სფეროში. ჩემი ამერიკაში ჩამოსვლის ისტორია მაგარი უცნაურია. კი ბატონო, მოდი მაშინ აღარ დავაყენოთ მაყურებელს და დავიწყოთ თქვენი პირველი დღეებით და მთელი თქვენი ამერიკული ისტორია მოგვიყევით. ამერიკაში ჩემი ჩამოსვლა არ ვიცოდი რამდენად შედგებოდა თუ არა გრეგორი პორტერი, რომელიც ჩამოსული იყო თბილისის ჯაზ ფესტივალზე 2016 წელს ნოემბერში. ხომ იცით თბილისში რომ ტარდება ჯაზ ფესტივალები და მაშინ after party-ზე მოვხდი მათთან. იმიტომ რომ გავიცანი მისი საქსოფონისტი წინა დღეს სინდი ლოფერის ყველაფერი შემთხვევითობის ამბავია, ამას მოვაყოლე და რომ მორჩნენ კონცერტს ფილარმონიაში რო ტარდებოდა მასე კი გაშუქებულიც მაქვს ფილარმონიაში იყო ხო და არ მახსოვს ზუსტად და მე და დეამ ძალიან ვიჩხუბეთ მახსოვს სახში მოვედი და ეგრევე დავბრუნდი ივერია ბლუში იქ იყვნენ ძალიან დაღლილები 2-3 დღე ჩამოსულები და ამან გამაცნო რომ ეს მსახიობი რაღაცა და მიხდნენ რომ ხალხი მიცნობდა იმიტომ რომ ყველა მომესალმა რას ნორმალურად და ეგრე მეუბნება და რას აკეთებ აქ რა მეთქი ცხოვრობ რა და არ გინდა ამერიკაში წამოსვლა ამას
ვუყვებოდი რომ იცით რა მეთქი მე მინდა სადღაც სხვაგან მუშაობა საზღვარგარეთ უბრალოდ ვერ ჩამოვყალებდი პარიზი საფრანგეთი თუ ამერიკა იმიტომ რომ პარიზში რომ რამე დაამტკიცო მაინც მე ამერიკამ უნდა ასე თქვა კონფირმეიშენი მოგცეს და გაღიაროს რაღაც მხრივ თუმცა სამსახიობო კარიერა მაინც ამერიკას სკარი და რაღაცა თუმცა სულ ასეც არ არის არიან მსახიობები ვინც არ ღალატობენ მე ჩემს სამშობლოს არ ვუღალატე არ მიღალატია ყველას გეფიცებით ჩვენ დროშას გეფიცებით და მიწას მაგრამ სამწუხაროდ იქ იმდენი პროექტი არ არის გესმის და ხო და გრეგორი მითხრა არა წამოდი ამერიკაში you will be good in America და მომიყვა რა მეთქი გრეგორი მე არ შემიძლია ნოლიდან დაწყება შეხედე აქ ყველა მიცნობს აქ ბედნიერი ვარ ისევ ქალღმერთივით გრძნობ თავს და ლამაზად მეცვა და ძალიან მოწონი და გვერდს შეეჯდა თავისი კლავიშების ის და ისიც ჩეხეთში ძალიან ცნობილი ბიჭი იყო და მე შემომხედეო 4 წელი დამჭირდა რომ ამ დონეზე დამდგარიყავიო ამათთან და ყდებზეც ვიყავი და ყველაფერი და გრეგორი მომიყვა არ შემიძლია მეთქი გრეგორი მე სიმღერა მინდა და მე ქორწილებში და რესტორანში ვერ ვიმღერებ მეთქი მინუსზე და oh baby მე გამიკეთებია ქორწილებშიც მიმღერია და პოპ მუსიკაც მიმღერიაო და კან სატარქები მოგტეხათ იმ მომენტში შეიძლება ითქვას მე როგორ გითხრა ძალიან უმწეოდ კი არა ბნელ ქალად ვიგრძენი თავში ავარდნილი ხომ გვაქვს ყველა ქალს ჩვენ ვართ მსოფლიოს ცენტრი არ არის ასე ასე ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი და გრეგორის რო შევხვდი ეს იყო ნოემბრის დასაწყისი და დეკემბრის 16 რიცხვში მე გამოვფრინდი თბილისიდან იმიტომ რომ ეს იყო აი ღმერთის ნიშანი და ამიტომ მე რატომღაც ვთვლი რომ მუსიკალური ასე ვთქვათ კარიერის მხრივ უფრო მიმართლებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მღერი რეპეტიციებს გავდივარ, ვერ ვიტყვი რომ მე ვარ ელა ფიჯერალდი და ხმა მაქვს, მაგრამ მე მაქვს passion, მე მაქვს გრძნობები და ამიტომ ეს სცენას უხდება და მაყურებელს გულწრფელობა უყვარს. სად არის თქვენი სცენა? და ვიცი, გააჩნია სად ბოლოს ჯაზ კლუბებში შემთავაზეს Village-ში, ხო იცი? ერთ ადგილას სიმღერა ძალიან ცნობილ ადგილას, იქ ისეთი ადამიანები მღეროდნენ, რომ იქ ჩემი დადგომა იქნებოდა მკრეხელობა, მაგრამ ამავდროულად აი თუ არ გარისკე ვერ გაიგებ, ხო მკრეხელობა თუ იქნებ ხალხ ძალიან შეუყვარდი. ეს იყო გამართლებული მკრეხელობა შეიძლება ითქვას. შეიძლება და არ ვიცით და ჩავწერე ძალიან მაგარი მუსიკოსია ენტონი, ჩემი მეგობარი და ჩვენ რეპეტიციებს გავდივარ და იცის რომ მე ვარ ემოციები და ამიტომ მე ვნა baby come on გიგები რო აქვს ეს როდესაც ადამიანი გეუბნება რომელსაც ნამუშევარი აქვს დაიანა როსთან ადამიანებთან რომლებსაც გრემის ალბომები აქვს ჩოლოყაშვილზე ამბობდნენ როდესაც წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში ფაბრიკაში მუშაობდა ფაბრიკა პირდაპირ იმიტომ რომ ფრანგულად და მაშინ ძალიან რთული პერიოდი მქონდა ამერიკაში ჩამოვთვალოთ მარტივი სამსახურები მე ყველას უყვები ამას მე მიმუშავია ესე იგი რომ ვცეკვავდი ხოლმე მადლობა ღმერთს მალე მორჩა იმიტომ რომ დიდხანს ვერ გავძლებდი ცეკვავდით. ნუ არც სკოლებში, მოდელად და სკულპტურებში იუნა შაფათავას ბევრ ადგილას ნახავ და იცნობთ ოდესღაც წლების მერე არტ მოდელად. მუშაობდი, ნუ მსახიობად ხომ მუშაობდა, მუშაობდი მიმტანა. ზოგჯერ ბილეთებს ყიდდი, რაღაცა ივენთებს რომ მართავდნენ. ზოგჯერ გარდერობში ვიყავი პალტოებში, ზოგჯერ ტუალეტის კარი მეჭირა და პირსახოცებს ვაწვდიდი, რა ვიცი, ბასბოად მიმუშავია, ნუ მაგიდებს რომ მე ჰოსტესად, მენეჯერად, ნუ ჰოსტესად მიმუშავია და თავაზობდნენ დარჩენას იმ ადგილებში მუშაობას, მაგრამ მე ჩემი გრაფიკი მჭირდებოდა თავისუფალი. ცხოვრებაში ზემოდან სხვა ადამიანებისთვის უფრო დიდი რაოდენობით გიყურებია თუ სხვა ადამიანებს უფრო მეტი დოზით უყურებია შენთვის? ვიდრე მე მაქვს პრეტენზია რომ ზე ადამიანი გავხდე შეგნებით, იმიტომ კი არა ვიღაც ზე ადამიანი, ანუ აბსოლუტურად სიკეთის განსახიერებას გულისხმობ. ძალიან ნანობ რომ ადრეულ ასაკში მე ვფიქრობ ცოტა ძალიან ქედმაღალი ვიყავი. ჩვენი ქრისტიანობა გვეუბნება რომ სიამაყე ცოტაა, ხომ ეს ამპარტავნობა ვებრძოდი და ახლა ვარ ძალიან humble და ზოგი ამბობს ამერიკამ ჩაგარტყა თავში არა უბრალოდ გავიზარდე. ბევრჯერ მიყურებია ზემოდან, მაგრამ მთავარია არ ვიყოთ judgmental, არ განვსაჯოთ, განაი მხრივ ქრისტიანული მხრივ. უბრალოდ ამერიკაში why do you judge me? რატომ განვსჯი, ხო? რა შეისაქმეა ჩემს. ამიტომ ახლა ძალიან აკურატული ვარ, მაგრამ თუმცა ვთვლი, როგორც ყოველთვის ვთვლიდი, რომ თუ ადამიანი ღორია მას ვერ გადააკეთებ. შენი თვითდაჯერებულობის კოეფიციენტი მერყეობს ხოლმე თუ არა, თუ როდისმე მიაღწია ის მაღალ საფეხურს, რომელიც არის უცვლელად და აი ბოლოს როდის მიაღწია ამ ყველაზე მაღალ ნიშნულს და რამ
მიაღწევინა. თუ შეიძლება არის ძალიან ინერტული და რაღაცა შეიძლება ჩამოაგდოს. Body language ხო იცი რა არის ხეულის ენა. ახლა მელაპარაკები და მე აი ასე ამას ვიკვნეთ და ჩემი თავი როგორც ასე თქვა სპეცსამსახურების წვრთნა რომ არ უნდა გას. ჩემი თავი დავიჭერო რომ მე შეცდომა დავუში. დიპლომატი რომ ყოფილიყავი, შენი ასე თქვა გარემოციდან ვიღაცა იყო და ალექს, უნდა ნერვიულობდე, იმიტომ რომ მოიკვნი და თითი, აი ასეთი. არა, რა თქმა უნდა, თვითდაჯერებულობის დონე იმაზეა დამოკიდებული სად ვიმყოფები. თუ მე ვარ თევზი წყალში, მაშინ ძალიან თვითდაჯერებული ვარ. თუ არის იქ, სადაც ჩემ თავს ვერ ვენდობი 100%-იანად, ну რა თქმა უნდა, იქ ნაკლებად ვენდობი ჩემ თავს და უბრალოდ ჩუმად ვარ უბრალოდ. უბრალოდ ჩუმად ვარ. და იმას რომ შეიცვალა თუ არ შეიცვალა, არა, მე ვსწავლობ და ვსწავლობ საკმაოდ ბევრს. და ამიტომ ჩემი თვითდაჯერებულობის დონე და რაც უფრო მეტ ვსწავლობ, მით უფრო ნაკლები ვიცი რა თქმა უნდა. და ამიტომ ჩემი თვითდაჯერებულობის დონე აბსოლუტურად ჩემ სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. არ შემდგარი ვინ ხართ? აი რაღაცა რო გინდოდათ რომ ყოფილიყავით და ვერ. აჰა. Sorry. რა თქმა უნდა, ზოგი ქალი ცოლად არიბადება. ვერ შემდგარი თუ არ შემდგარი? არც და ვერც. არც სურვილი მქონდა, კი ვიყავი, მე ცოლი ძალიან კარგი ცოლი ვიყავი. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ყველა ქალს არ შეუძლია თანაცხოვრება, თან მithumetes ამერიკაში 10 წელია მარტო ვცხოვრობ და უფრო და უფრო ვწმუნდები რომ სწორი იყო. და არ შემდგარი, ვერ შემდგარი დედა ვარ. და ამას ძალიან ვნანობ. სხვა შორის ქალები მეუბნებოდნენ ადრე კომენტა, აი, ასე ჭრიჭინებ და მერე წლების მერე ინანებ. მე იმიტომ კი არ ვნანობ, მე უბრალოდ არ შემხვდა იდეალი მამაკაცი, რომელსაც ხედავდი ჩემი შვილის მამად. თქვენ დიდი ხანია ქართულ კაცებზე უარი გაქვთ ნათქვამი, როგორც მახსოვს. კლიტა დავადე მამაკაცებთან ურთიერთობას და ეს ჩემი სულიერი მგზავრობის ნაწილია. გასაღები შეინახეთ თუ წყალში არა, არანაირად, იმიტომ რომ როგორც მე ვამბობ, ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ ან ცეზარი ან არავინ და მე ყველამ ვიცით რომ მე არასოდეს არ მალავდი რომ მიყვარდა მამაკაცებთან ურთიერთობა ძალიან და როგორც თავისუფალ ქალს არანაირი ცოდვა ამაში არ იყო, მაგრამ ჩემი სულიერი მოგზაურობიდან გამომდინარე მე ჩავთვალე რომ ჩემთვის ჯობს ყველანაირი ფილოსოფიიდან გამომდინარე სად არის ჩემი ეს ამულეტი. ყველანაირი ფილოსოფიიდან გამომდინარე და მე ბევრს ვეცნობი, მე ვთვლი რომ ამ ეტაპზე ჩემთვის ჯობს ვიყო მარტო. ხომ არ გაგიგრძელდა დიდხანს ეს მარტო ყოფნა? რა ვქნა, არ გამოჩნდა ცეზარი და ჯერა რომ ჩემი ნამდვილი სიყვარული და მამაკაცი რომელთანაც კომფორტულად ვიქნები და იქნება ჩემი ასე ვთქვათ ის მოლეკულა, რომელსაც ოდესღაც შევხვდი და გადავიკვეთებით ამ მიწიერ ცხოვრებაში, ჯერ კიდევ ასეთი შეხვედრები წინ მაქვს, იმიტომ რომ განმარტავ. მე ვთვლი რომ ალექს ადამიანები დედამიწაზე არის ატომები, ეს არის ფიზიკა, ეს მემარცხენეების ფიზიკა. არის ატომები, რომლებიც იმდანად მძიმეა, რომ თითქმის მუდმივად არიან, რაც დედამიწა არსებობს და როდესღაც მეც, თქვენც და ყველანი ვიყავით იმ ატომების შემადგენელი ნაწილი, ვინც სინათლეს ატარებს და ვისაც ენერგია შერჩა. მე ფერფოლზე არ ვლაპარაკობ და ამიტომ თუ ჩვენ ხვდებით ამ ცხოვრებაში, ესე იგი რომელიღაც დროს, როდესღაც რომელიღაც განზომილებაში, სადღაც აქ თუ galaktikis მტვერში ჩვენ მოლეკულებს ოდესღაც ქონიათ შეხვედრა. და ამიტომ მე ვერ ვიტყვი რომ მე ერთ ადამიანზე გავჩერდები, განა იმიტომ რომ მე აი ასეთი არა, იმიტომ რომ მოლეკულები ბევრია და სრული სურათის შესაქმნელად და ბედნიერებისთვის ბევრი მოლეკულა საჭირო. მათ შორის სხვადასხვა განზომილებებში რის გამოც არ ჩქარობთ, თუ ამ ცხოვრებაში არ იქნება, შეხვდებით მათ ცხოვრებაში ამას გულისხმობ? ჩემი მეხსიერება, ჩემს ენერგიას გაყვება, მე მინდა ამის მჯეროდეს და მქონდა სიკვდილთან მიახლოებული გამოცდილება და near death experience. როგორ წარმოგიდგენიათ ეს სიკვდილის მომენტი და სიკვდილის შემდეგ თქვენი თვითრწმენა საითი-ხლება? საერთოდ მგონია რომ რაღაც მატრიცაში კი არ ცხოვრობთ, რაღაც გეიმია, თამაშია, ბოლო დროს უფრო ასე ჩანს ხომ ხედავთ რამდენი რაღაც გამოჩნდა ხომ? ამიტომ მე ვფიქრობ რომ რაღაც გარშში ვარ და ეს შინაგანია ეს რაღაცა რაც გვამოძრავებს და გვაკავშირებს მთლიან იმ ჰარმონიულ გეომეტრიასთან რომელიც მართავს ამ ყველაფერს.
რომელიც დაგვბადებს ხოლმე, დედა ჩვენს ამშობიარებს დედას და მოგвклავს ხოლმე. მე ვთვლი, რომ ეს რაღაც გარსია და ზოგჯერ მიშლის ალექს. მით უმეტეს, როდესაც მედიტაცია იცი, ეცნობი ამ ყველაფერს ბევრ რაღაც მიმდინარეობებს, მე ხვდები, რომ არ უნდა ინერვიულო არაფერზე, იმიტომ რომ ისაც ყველაფერი დროებითია და შენც არ იცი რა ხარ, რა ცხოველი ხარ. ჩვენ კი ვლაპარაკობთ, მაგრამ ვართ კი homo sapiens-ი. კი, გასაგებია, ბევრად გლობალურად ვუყურებთ ამ ჩვენს ძალიან და ამიტომ როგორც სიკვდილს, როგორც დრამას არ ვუყურებ და ამიტომ მიკურს, როდესაც გარდაცვლილს ძალიან ისე მშვიდობებიან. აბსურდის გზნობა ბევრად ამარტივებს ზოგადად ცხოვრებაში რაღაცა. თან მე წარმოვიდგენ, რომ ჩემი ახლობელი ღმერთმა დამიფაროს, ჩემი ოჯახის წევრი რომ მე რა ვფიქრობ ჩემ დასავლობდნენ, მე რომ მოგხვდი გეხოცები, ნუ იტირებ რა. უბრალოდ ნუ რიტა ჰეივორდმა იცოდა, just make it იცინეთო თუ რაღაცა make it happy-ო, მე თუ მოვკვდებიო. რიტა ჰეივორდი იყო ულამაზესი ხალი და ახლა მე არ ვარ რიტა ჰეივორდი. იცი რა იტირონ ეგეც სიცილსაც წაიღებს დროთა ასვლა და ტირილსაც და კი, რაღაცნაირად ძალიან ჩემთვის ძალიან სისუსტეა ტირილი, ბოლოს როდის ვიტირე არც მახსოვს. კი ბატონო. ქართველებთან თუ გაქვთ კონტაქტი, თუ მეგობრობთ და უფრო მეტად ცუდი გამოცდილებები აიკარით თუ კარგი და საქართველოში ქართველებთან თუ გაქვთ კონტაქტი. ან საქართველოში როდის იყავით ბოლოს საერთოდ? საქართველოში მივდივარ სექტემბერში, ბილეთი ნაყიდი მაქვს. რამდენი ხნის მერე? მე მგონი 2023-ში ვიყავი ბოლოს. ანუ დადიხართ პერიოდში. უბრალოდ მივდივარ, არ დავდივარ. მამა ჩემმა უთხრა დედა ჩემს იუნა როგორ ამა ჩვენე როგორ გამოიყურება, მივხვდი რომ დროა რომ დავენახო ჩემს მშობლებს, იმიტომ რომ ჯერთი ვიზა არ აქვს და მეორე დიდად სურვილი არ აქვს ამდენი ფრენის და უფრო მარტივ ჩვენ ევროპაში ხვდებით ხოლმე. ჩემიდები აქ ჩამორდიან და ჩემს უფრო ევროპაში ვხედავ. კი ბატონო, აქაური გამოცდილებები ქართველებთან კომენტიგულისკენა თუ პირიქით მხარდაჭერა. რაც ეხება სამუშაოს, როგორც კი ოფიციალური მუშაობის ნებართვა მომივიდა და ქართულ სამძებრო საიტზე სამსახურის სამძებრო საიტზე როგორც JobsG, აქ არის ინდიდ, დავდესივი და რაღაც ძალაუნებურად ისე მოხდა რომ თარჯიმანი გავხდი. გავხდი არა, სულ ვიყავი თარჯიმანი და უზარმაზარი გამოცდილება მქონდა მთელი ცხოვრება. ჩემი პური იყო. ეს სახელმწიფო სამსახურია, ხო, თუ არ ვწდები თუ არა? არ არის. ახლა მე უბრალოდ მუშაობ საემიგრაციო სასამართლოში და სხვა სასამართლოებში და მუშაობ ფედერალური საგანგებო სამსახურის ის რომ არის სამსახური ფირმასთვის. მათ შორის ქართველებიც შეგხვედრიათ, ვისი სასამართლოს ყოფილა, და ბევრი მატირას ძალიან ქართველებმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, ვინც არიან თაღლითები და ბევრი ძალიან როგორც ემიგრაციაში იციან ხოლმე ხეებზე ფული იზრდება, ამ დაპირებით ჩამოიყვანეს და არ შეიძლება ადამიანების მოტყუება და როდესაც მე ვცდილობდი მე თქვა რომ იცით ეს ადამიანი თაღლითია და ეს თაღლითობა ახლა დაარქვა სისტემამ და ამერიკულმა სახელმწიფომ იმ გზას რაც გამოიარეს ტრაფიკინგი და თაღლითობა მაშინ ასე არ ეძახდნენ ღიად მაშინ უბრალოდ საზღვრის კვეთა ერქვა ამას რაც ძალიან სერიოზული დანაშაულია ნებართვის გარეშე და ქართველებს უფრო გული თუ თარგმნი ხოლმე რაღაც აი თუ მიხვდი რომ მაგალითად სისულელე თქვა შეიძლება ცოტა კორექტირება შეიტანო ამ ნათარგმნში იცი რომ ამისთვის შეიძლება მე დამაპატიმრო წლების მერე ძალიან ბევრ რაღაცას მოვყვები იმიტომ რომ ზოგჯერ ჩანაწერებს ვაკეთებ ჩანახატებს მაგრამ უფრო მტკივნეული ჩემთვის სამედიცინო გამოცდილებაა როდესაც ხვდები იმის მოწმე როგორ წყდება ჩვენი თანამემამულეების ბედი და ერთი მინდა ვახსენო და ახლა ძალიან შევეცდები რომ არ ვიტირო იმიტომ რომ მეთოდე ამ უცხოენებში რომ ჩავაბარეთ ბოდიში რა არ გამომდის ხონაერად 93 წელი იყო და მაშინ იყო სოხუმი რომ დაეცა ზუსტად სექტემბერში და ჩემი ერთ-ერთი ჯგუფელის დედა სოხუმელები იყვნენ მიდიოდა სოხუმში რომ რაღაც ნივთები გადაერჩინა სახლიდან მხოლოდ სახელს ვიტყვი ეკას დედა იყო და ჩვენ არ ვიცოდით ჩვენ ახლა კი ომი იყო 93 და ვტინგიცობდით მაგრამ ეკამ ერთხელაც ძალიან ისეთ ხასიათზე იყო დედა ჩემი სოხუმში წავიდა და არ ვიცი დაბრუნდება თუ არაო და ну დაბრუნდა მადლობა ღმერთს 93 წელს ეხლა სმაჟრიალებს და მაშინ გადარჩა 90-იანებში და მირეკავს ჩემი მეგობარი 2-20 წლის წინ მწერს Facebook-ში რომ ჩვენი ახლობელია კონი აილენდის ჰოსპიტალში ვინც არის ის ბრუკლინის ბოლოშია ეს ჰოსპიტალი სადაც ძალიან ბევრი რუსულად მოლაპარაკეა და შეგიძლია ან დარეკო ან გაიკითხო რა შვება როგორ არის და ისეთი ახლობელია ეს გოგო მაკა რომ მაკა მეთქი შენი ხათრი წავალ აქაური რეჟიმი ხომ იცით ყველა ძალიან დაკავებულები ვართ მაგრამ იმდანად ახლობელია და იმიტომ რომ მისი მეუღლის ნათესავი თუ მეგობარი გამოდგა და რომ ვეცადე გარკვევას მომწერა მე რამდენიმე საათი სანამ ახლა საღამო იყო დროისვლე რომ არა იონ არ შეწუხდე არაფერი გარდაიცვალაო
ეს ერთი. და მე ეკამ მოგიკითხაო, ეკას დედა იყო. აი როგორ გითხრათ, იცით, აი მე თვითონ ვამბობ, რომ სისულელეა და გარდაცვალებას ისე არ აღვიქვა, მაგრამ რა თქმა უნდა, მტკივნეულია 90-იანებში გადარჩიე, რომ მე ანუ ლტოლვილი იყო, იძულებით გადაადგილებული პირი და როგორც ჩანს, მე ამერიკაში წამოვიდა, ესე მახსოვს, ნოემბერი იყო. სიმსივნე ქონდა. და რაღაც სანამ რეციდივი დაეწყებოდა, ანუ გამეორება და პირზე ავიდოდა, ანუ ყოფობა იყიდა საქართველოს ბილეთი, რომ იქნებ საქართველოში ბავშვები ვნახო და გზნობ, კი. და ცუდად გახდა და შეაბრუნეს ჰოსპიტალში და დაიღუპა კონი-აილენდის ჰოსპიტალში და მე მძაგს ასეთი რაღაცეები, როცა მესმის, ვფიქრობ, მერტო, თუ არის რაიმე შესაძლებლობა, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ამ ადამიანების კეთილდღეობაში, ამ ბედნიერებაში, ალექს. და აი ეს ძალიან მწარედ მახსოვს ეს ისტორია და ბევრი სხვა, რაზეც მე ვწერ და ნებართვას მჭირდება ამ ადამიანებისგან, რა ძალიან მტკივნეულია და გულსატკენია, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ მე შემიძლია მათთვის ღიმილის გაღიმება შევაძლებინო ამ რთულ მომენტში, მე მიხარია, რომ მათ გვერდით ვარ. ხშირად ყოფილა, იცით, როგორც კი შემოხვედით, გიცანით და ერთმა ქალმა მითხრა, ვაიმე, იცით, არჩევნებზე გნახეთ რა კარგად გამოიყურებოდი და ახლა და ვაიმე, მე თქვი, ქალბატონო, სამსახურში ვარ დილის 7 საათზე, მაკიაჟის გასვლა როგორ უნდა გამოიყურებოდა, ხო? შენი პატრიოტიზმის გრძნობა რომ ბატარეაზე იყოს, რამდენი პროცენტით იქნებოდა დატენილი? აი, ალექს, იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ საკრალური გეომეტრიის მჯერა. და ჩემთვის ეს საზღვრები პირობითია. მე მძულს რომ საზღვრებად არის დაყოფილი მსოფლიო და მე მძულს რომ ვიღაცას იჯარას ვუხდი და წყალში ვუხდი ფულს, რომელიც ყველასია. ხო, მე ცოტა სხვა ფილოსოფია გამიხდა. მაგრამ რატომღაც სახელმწიფოები რო შეიქმნა, ამ იდეით შეიქმნა, რომ თითქოს წესრიგი დაამყარონ და სხვანაირად გადანაწილდა ძალაუფლება, მთავრობები გახდნენ რაღაც პრიორიტეტში და მე ძალიან არ მომწონს, მაგრამ ამიტომ პატრიოტი რა თქმა უნდა ვარ. იმდენად პატრიოტი ვარ, რომ მე ამერიკულ მოქალაქეობაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. შევიტანო, იმიტომ რომ ყველა რაღაც ავტომატურად ამერიკის მოქალაქე ხდები. რატო ორმაგი მოქალაქეობა ხო არის შესაძლებელი? კი, მაგრამ აი რატომ უნდა გამოიცვალო მოქალაქეობა დავუშვათ? ой, ხო მართლა, შენზე ამბობენ ქოციაო. ერთხელ და სამუდამოდ გითხარი შენი პოლიტიკური შეხედულებები. პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ვერ ავწდებით ამ თემას. ძალიან არ მომწონს პოლიტიკური კლიმატი საქართველოში და ძალიან არ მომწონს ამ პარტიების და მხარდამჭერების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. იმიტომ რომ მე ვთვლი რა პარტიის მხარდამჭერიც არ უნდა იყო, ადამიანობა და სახე არ უნდა დაკარგო. არც ოცნების ირონიული ტონი მომწონს, ნაცების მიმართ, არც ნაცების დამოკიდებულება ქოცის სამხურად ნიშნავს მონას და როგორც ჩანს ვიღაცამ ძალიან კარგად იცის რომ ეს ქოცი არ მომწონს ქართული ოცნება ძალიან კარგი სიტყვა ოცნება მაგრამ მილიონჯერ გამარტე რომ დეა ქართულში მუშაობს 2006 წლიდან პირადი ასისტენტი იყო ივანიშვილის ოჯახის და ახლაც ქართულში მუშაობს ბევრი კონფლიქტი იყო და პირველზეც გაშუქდა ტელევიზიაზეც და დაალაგდა ყველაფერი იმიტომ რომ არაფერი არ გრძელდება მუდმივად ხო და სიმართლეს არ იმალება. ძალიან არ მომწონს ეს პოლიტიკური კლიმატი და რაღაც მინდა გითხრა, როდესაც მე მუშაობდი მეცხრე არხზე, ის მაშინ იყო გამოკვეთილად ივანიშვილის არხი. გახსოვს 2012 წელს ინფო9-ზე ამიყვანეს ეთერში არ გამიშვეს და ნანუკა ჟორჟოლიანი იყო, ვინც იანვარში 2013 წლის იმედია არ ამოჭრე ამას. დამპატიჟა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში და რომ შევედი მეცხრე არხის ხელმძღვანელობასთან, ასე მითხრეს პირდაპირ, შენ არ წახვალ ჟორჟოლიანის შოუში. მე ვთქვი, არა, მე წავალ, იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრება. ჯერთი რომ ამიყვანეს, მითხრეს, რაც იქამდე ვიდეო დღიურები ქონდეთ, წაშლი. მე ვთქვი, არ წავშლი. Axley Queen-ი მე ვარ. არა, ბრძანებლური ტონით მე ლაპარაკებოდნენ და მაშინ არ მქონდა ეს პოლიტიკური გამოცდილება ამდენად. დღევანდელ დღეს სხვანაირად დაველაპარაკებოდი ყველას და მივედი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში, მაგრამ რისი თქმა მსურს. როდესაც მე მქონდა გადაცემა 16+ იუნა შაფათავასთან ერთად მეცხრე არხზე სულ 5 წუთი რუბრიკა იყო შალვარ ამიშვილის შოუში, შუადღის შოუში 5 წუთი ვიყავი სადღაც გამორჭობილი. და მე ვეძახდი ეთერში, მინდოდა ძალიან ან მერაბიშვილი, ან გიგი უგულავა, ან ვინმე იქით ბანაკიდან და ალექს, არაო, დიდი ხათრი გვაქვსო იუნა, მაგრამ არაო. მიუხედავად იმისა, რომ მე ნაცებთან ძალიან სერიოზული მეგობრობა მაკავშირებს და თუ ამაზე წავიდა, უფრო ასე ვთქვათ, საერთო ინტერესები და ეს პროვესტერნობა და მაშინ მე მინდოდა პირველი ქართული ეროტიკული არხის გახსნა, ვისაც ახსოვს და მაშინ დამსინოდა ყველა
იქით ბანაკიდან რა თქმა უნდა აქედან ვერ ბედავდნენ ოცნების ბანაკიდან რომ ოხ იუნა შე როგორ და ბოდიში ამ სიტყვაზე როგორ დაგენძა ოცნება რომ მოვაო და ასეც მოხდა. იმიტომ რომ ყველას უნდოდა ვინაიდან დეა იყო ქართულში, იუნა მოკეტე, იუნა დაიძინე, იუნა მოითმინე და რატომ უნდა 1 წელი 2012 ჩემს მკვდარი იყო. მე ვამბობ რომ არადემოკრატიულია ის რომ არც მერაბიშვილი მყავდა ეთერში, არც უგულავა, არც ვინმე იქით ბანაკიდან, იგივე ნიკა მელია გადასარევად კლუბებში ყველა ერთად დავდიოდით. ძალიან ბევრს ვიცნობდი იქეთა ლიდერშიპიდან. ხო და ორივეს რო ის აი დღეს უკვე რა მაინც თქვენი ანუ გაანეიწერალა ამ ორმა ბანაკმა თქვენი არ არსებობს იქით და აქეთ ბანაკი, არ არსებობს. ეს ერთია პორტირებული ხალხი ბევრია გადამხტარი. არც ის მომწონს ის ნეპოტიზმი რომ ვიღაცის საყვარელი ქალი და ვისაც ეწყინოს სივიწყალი დალიოს მე არავის ყურებით არ ვლაპარაკობ მე ჩემი აზრი მაქვს ვიღაცის საყვარელი უნდა იყოს პარლამენტში რაც გქონდა ამის პრეცედენტი წლების განმავლობაში არ უნდა იყოს არც ნეპოტიზმი, არც კორუფცია, არც ვიღაცის ოჯახის წევრები არ უნდა იყვნენ, არც მთავრობაში, არც პარლამენტში. ცოტა მაინც ხომ უნდა გაგაჩნდეს, ან ცოდნა 24 წლის გოგო რომ მოდიოდა მინისტრად, იგივე მიშას დროს. იგივე რატომ მეორდება ახლა ცოტათი უფრო უფროსი, მაგრამ ყველანაირი გამოცდილების გარეშე. არ უნდა იყოს ასე. ანუ თქვენი შეხედულება არის კრიტიკული აბსოლუტურად ყველას მიმართ. ყველა სისტემის მიმართ, იმიტომ რომ თუ კრიტიკულობა, კრიტიციზმი არ გამაჩნია, მე მკვდარი ვარ, ესე იგი. ეროტიული არხის გახსნა მინდა, მახსოვს სექს შოპიც გახსენით ონლაინ და რა ბედი ეწია ან ერთს ან მეორეს. არა, სექს შოპი იყო, მე რომ წერდი პირველი საინფორმაციო სააგენტოსთვის სტატიებს, დიტო ტიკარაძის მოთხოვნა იყო რომ დამეწერა საცვალი და სადაც ვეპარტიზებოდი ცნობილ ქალბატონებს და შეკრული მქონდა პაკეტი და სტატიებს წერდი. მაგრამ ჩემი სექს შოპი არ იყო და მე ბევრი მეუბნებოდა ძალიან ისეთ ხავ მე მოდი შენ სექს შოპს მიხედე სექს შოპი იყო ჩემი სვეტის რეკლამას ვაკეთებდი და მეგონა რომ იყო და კიდევაც ვაკეთებდი ბევრ პრაიმ ტაიმში გამორჩენილად. ისე აი თუ რომ წახვიდე საქართველოში ისევ საცხოვრებლად და რა გამოცდილებას ჩაიტან იქ. თუ ეს გეგმა არსებობს, თუნდაც შორეულ პერსპექტივაში. თუ ეს უკვე ესეთი ილუზია არის ამაზე. მე არ მინდა თქვა რომ მეშინია ამის თქმა, მაგრამ არც მეშინია, არასოდეს ვიცი რა იქნება ხვალ. ნამდვილად არ ვიცი. მე ჩემ თავს საქართველოში ვერ ვხედავ, მე ვხედავ ჩემ თავს საქართველოსთვის სამსახურში, როგორც ვამბობ ხოლმე. მე ჩემს ქვეყანას ვამსახურები. ნაწყანი ხარ ის საქართველოზე? არა. არა, თავიდან ვიყავი, იმიტომ რომ როდესაც ჩამოვედი ამერიკაში და არ ეწყინეს არავის, პირველად რაც ვეუბნებოდნენ, მაგინებდნენ სახეში. ვინაიდან იცოდნენ დეას მუშაობა ქართულში და მაგინებდნენ ივანიშვილის ოჯახის სახელით და ბავშვები მაშინ პატარები იყვნენ ივანიშვილის და ბავშვების სახელებს აგინებდნენ და ამან რაღაცნაირი გამოცდილება შემძინა რომ არ უნდა გეწყინოს იმისგან ვისაც ან განათლება არ გააჩნია, ან სული არ აქვს, ან სიკეთეს ვერ თესავს. კესარი აბრამიძის თემას უნდა შევეხო. ყველას ახსოვს, ასე თქვენი, ასე ვთქვათ, კამათი სატელევიზიო ეთერში და დღემდე ტრიალებს ხოლმე ეგ ვიდეოები, თუმცა მე ვიცი რომ თქვენ შერიგდით. ანობდით თუ არა ერთმანეთთან აი იმ დიალოგს რაც შედგა მაშინ. აი მე გიორგი ქისტაური გამახსენდა. გახსოვს ეს ბიჭი? სახელი არ მახსოვს. ლიზა ქისტაური. ლიზა, ვაიმე ლიზა როგორ ახარ? ფილადელფიაში ასე უნდა ვიტირო ალექს და მეცინება იმიტომ რომ სასაცილო რა. ფილადელფიაში მატარებლად ჩამოვედი და სამსახურში და გახსენდა ლიზა ქისტაური გარდაცვლილი პოსტ მოკლული. ვაიმე იცი რა შოკი იყო. ეს ხიდი ფილადელფიის სულ გამახსენებს ლიზას, იმიტომ რომ ეგრევე სოფიკო ავკრიფე და ჩემი პატარა და იმიტომ რომ ძალიან გულშემატკივრობდა კესარიას ეს ლიზას. სოფიკო მეთქი გაიგე და კი ვიციო მე მგონი შენ არ გაგიგეო ჯერ და არ ვიცი ძალიან მეტკინა როგორ დაიღუპა ლიზა ხო ამბობ არტირი ვარ და ხო ხედავ ტირი ვარ არ მჯერა მაგრამ აი არა ალექს პირიქით მე ბოდიში და პორტუგალიაში ვიყავი ჩემი დის შეჯიბრზე როდესაც ვიღაცამ ჩამიგდო თუ ვიღაცამ დაწერა Facebook-ზე კესარია მოკლეს აი ვერ გეტყვი რა შოკი იყო იმიტომ რომ საქართველოსთვის კესარია იყო დემოკრატიის ევროპის ასე ვთქვათ თანამედროვე სამყაროს მიმართულებების იმიტომ რომ ჩვენ კი ვართ ქრისტიანული ძალიან ორთოდოქსი ქვეყანა მაგრამ ის იყო იმის დასტური რომ ჩვენ ვართ ასე ვთქვათ
წინწასულები პრადვინუტებს რომ გვეძახიან, ხო, advanced people და არ დავიჯერე მეთქი, მაგრამ მე თამუნა მუსერიძის სტატუსი მახსოვს. თამუნამ დაწერა, მეთქი არ არსებობს და ყველას თხოვე რომ ძალიან გთხოვთ არ ჩამიგდოთ ფოტოები. ჩამიგდეს. გესმის ეს არ ვიცი ეს ქართული ბუნებაა რომ თქვი არ ჩამიგდოთ და არ მინდა მე ის მახსოვდეს როგორც იმ ფოტოებზე ვნახე უზდელობა არც ის მინდა ყველას ვთხოვ რომ როდესაც ვიღაცა იღუპება იმ ადამიანს ყავს ახლობლები მეგობრები საზღვარგარეთაც და არ მინდა ეს თან დედამს ხოვა რომ ნუ აშეარებთ ამ ბოდიში კუბოებს და რატომ აკეთებთ ამას ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ადამიანის ცხოვრებაში სიკვდილი, წასვლა, გარდაცვალება, გარდასახვა, ენერგიის ცვლილება, რატომ აკეთებენ ამას? ეს არის ძალიან შეუგნებელი და ჩვენ რაც დაგვემართა ეთერში, იქამდე ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა. მარიამ გაფრინდაშვილმა გადაიღო ეპიზოდი 2012 წელს კალანდაძის სახლში მახსოვს და რაღაცა არ ვიცი რა მოხდა. საუბარი იმ ეთერში. არა, იმ ეთერში ხო, მაშინ და ვიჭურავეთ, მაშინ მაინტერესებდა. ნუ რას ქესის ხარ მეთქი და ნუ რაც მოხდა სამწუხაროდ ჩვენი ტელევიზიების წამყვანების არავის არ ეწყინოს არაკომპეტენტურობის გამო, სულ არ ვაპირებდით ჩვენ არ ჩხუბს არც არაფერს ნორმალურად მივედით ეთერში. ნუ რაც მოხდა, გასაგებია, მაგრამ მე რომ ამერიკაში ჩამოვედი 2017 წელს იყო პირველი პრაიდი ივნისში, აქ ტარდება ხოლმე ივნისში და ვილისში ვიყავი ის ვაშინგტონ სკვერზე და ეს დროშები და მივწერე მეთქი როგორ ახარაშები ეგრევე მიპასუხა. კი, 2000 Facebook-ში და მაშინ სექსის მუზეუმში დავდიოდი, იქ ხვდებოდი ერთ-ერთ მეპატრონეს თუ ვინც იყო რა. ფრანგულს თუ მოვაყოლეთ, ჩემი ფრანგი ახალი ბოიფრენდი იყო და იქ იყო ეს ქალი ძალიან ცნობილი, ტრანსგენდერიც არ არის, ასახიერებს ქალს. სახელი აღარ მახსოვს, ძალიან ცნობილი ასეთი შეწეული ტანი, დიდი მკერდი და მახსოვს რომ მივედი იმ პარტიზე, ვაჩვენე სერიას ფოტო. რა ლამაზია, უნდა ჩამოვიდეს, აქ კარგად იქნა და ვუთხარი, არაპირებ და დღეს ვუყვებოდი ჩემ მეგობარს რომ მე არ შემიძლიაო, მე ვერ ვიმუშაებო ასე რა, მე ხო ვიცი რომ უნდა ვიპახაო, ვაიმე ეს მაპალპო რა ამას ლაპარაკობ, მაგრამ იცოდა რომ არ შემიძლიაო, როგორც უყვარდა თქვა, კარალევა არ შემიძლია, იუნა მე ვიცი რომ მაგას ვერ შეძლავებოდი ზოგჯერ ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ მე ძალიან დაკავებული ვარ და თუ ზოგჯერ მოხდებოდა ისე რომ დაურეკავდით ერთმანეთს და რაღაცა სჭორავდით და მე ვიცოდი იმ ძალადობის ამბავი სამწუხაროდ როგორც ჩანს ყველას გაეპარა ეს მომენტი და დღეს ვუყვებოდი მეგობარს ვუთხარი. უნდა განაცხადო ჩემი აქაური წვრთნიდან გამომდინარე ვიცოდი რომ ძალადობაზე და მუქარაზე უნდა განაცხადო აუცილებლად. თქვენ მალევე შერიგდით ანუ იმ ეთერიდან და მალევე არ გამოდის ეს ეთერი იყო ჩვენ არც გვიჩხუბია პრინციპში ქუჩაშიც რო შევხვედრობით ადამიანურად ველაპარაკებდით. ისე ამ ადამიანების მიმართ შეხედულებები აქ შეგეცვალათ თუ უბრალოდ ის ეთერი იყო შეცდომა და ხო არც მე არასოდეს არ უყოფილვარ ჰომოფობი მე მახსოვს ჯერ კესარიაზე მოვრჩები პატივი მივაგო მის ხსოვნას სამწუხაროდ როგორც ჩანს მე ვერ დავარწმუნე ისე რომ მართლა ეჩივლა ან არ ვიცი ქონდა კი აზრი ჩივილს საქართველოში ისიც არ ვიცი მაგრამ ყოფილხართ ძალადობის ყოფილი საქართველოში და მიგიმართავს თუ ჩაგითuliათ რო აზრი არ ქონდათ მამასაც ვიტყვი და ამიტომ კი ჩვენ შევრიგდით ძალიან ნორმალური ურთიერთობა გქონდა და looking forward მე ველოდებოდი იმ დღეს რომ ეკნებ ჩამოვიდოდა და რა ვიცი აქ ამოისუნთქებდა სრულყოფილად არავინ არ ისედაც იცი რა ძალიან პოზიტიურად ვიყავით განწყობილები ყველანი მის მიმართ მაგრამ რა ვიცი ეს სამწუხაროდ ვერ გაუფრთხილდით. შენი თმის მოვლის საშუალებები გაუმჯობესდა თუ არა მაშინ ძალიან კარგი საშუალება იყო და საქართველოს სირცხვილია რომ არც მე არც კესარიას საჩუქრად არც ნიუქსი არ გამოგვიგზავნეს და არც სხვა საშუალებები. რა რეკლამა იყო რა. რეკლამაში გამოეყენებინათ ნიუქსი მე მგონი ჩემგან ისწავლეს მაგ ნიუქსი დღემდე. სასაცილო ჩავაპირებდით სიმართლე ვთქვათ კესო ამბობდა რომ ვერ ჩამახვალ აცისეთი უნდა გავაკეთოთ გოგო და სულ მიგზავნიდა ვიდეოებს TikTok-იდან ამდენი წელია ლაპარაკობენ აზზე ხარ და აი არ დაგცალდა რა ვიცი და ძალადობას რაც შეეხება კი ვიყავი ძალადობის მსხვერპლი იმ დროიდან რაც გავხდით 13 წლის და სულ ველოდი იმას აქვს როდის მოხდება ისე რომ მე მამაკაცებმა თავი გამანებონ და როგორც ჩანს ქალებსაც ვაინტერესებს ძალიან მაგრამ
მამაკაცებმა თავი არ დამანებეს, ყველას თავისი ფეტიში აქვს თავის ასაკში. არც ახლა განებები, როცა ბოლო გადაღებაზე რო ვიყავი, Apple TV-ს ერთ-ერთი სერიალია Friends and Neighbors. ეს სინი თამაშობს ძალიან მაგარი მსახიობი და იქ ერთ-ერთი მსახიობი გავიცანი გადასაღებ მოედანზე, იქ ექსტრად ვიყავი, მაგრამ არ გამოვჩნდი, მადლობა ღმერთს დამინდეს. და აიღო ჩემი ტელეფონი და მომწერა შეიძლება შენთან სახლში მოვიდეო with bubbly. შამპანური და ახლა როგორც არ შამპური უნდა დაწვა, არც მწვადი, იმიტომ რომ თუ ეჩხუბები, გაგიბოროტდება, ცნობილი მსახიობია, უარი უთხრა და არ ვიცი, რაღაცნაირად ისე დავშორდით, რომ ნაწყენი დარჩა. ლავირებ ისე ხო. კი, ეს არასოდეს არ მთავრდება, ეს არასოდეს შენი ქარიზმა რა არის ისე აი მთავარი მაინც რითაც იზრდა მამაკაცებსაც და ქალებსაც როგორც ამბობ. მე ვთვლი რომ ენერგიის სპექტრი იშლება და იხურება. იმის და მიხედვით სათხარ თუ ხარ სახიფათო ზონაში სპექტრს ხურავ, მაგრამ მე მივდიოდი გადაღებაზე დილის 6 საათზე ბრუკლინში. ჯერ მანჰეტენზე გამომეკიდა, აქ ცხოვრობ ხომ, სანამ მეტროში ჩავედი ვიღაცა არ და პლანში მეცვა. შეუღება ვიყავი და იმავე დილას ბრუკლინში გადამეკიდა ტიპი და რა ვიცი, მართლა გაუპატიურების ცდილობა იყო შუა ქუჩაში გადმოხდი მანჰეტენზე. მოულოდნელად შეხვედრი ადამიანი. კი, დილის 6 საათზე. და არ ვიცი, მე არ მგონია რომ ეს ოდეს მე მთავრდება და ქარიზმა არაფერ შუაშია. რაც შეეხება ეკრანის ქარიზმას, კამერას ან უყარხარ ან არა, კამერა ან ხედავს ან არა. და ვიღაცას ხვდება შენი სიტყვები გულზე და ვიღაცას მოსწონს შენი მოძრაობა, body language, Marilyn Monroe მაგალითად. ისე დრო რო უკან გადავახვიოთ, აი ისე იგივენაირად თამამი იქნებოდი ქართულ მედია სივრცეში თუ რაღაცებს შეცვლიდი. აი რა შეცვლიდი, რითაც ხვანაირად წარმოაჩენდი საკუთარ თავს. მე არ ვყოფილვარ თამამი, მე ვიყავი ადამიანი, რომელიც აზროვნებს და მოვხვდი ფილმში, სადაც ორჯერ ვაკოცეთ მე და იმე და ერთმანეთს და ვთამაშობდი იმ ქარაფშუთა ქალს. მაშინ თამამად მთქმელი იყავი ასე. არა, პირსი, აი ეს არის ქართველი ერის გაუგებრობა, სიმართლე არ უყვართ. ამ გადაცემას ქვია უეჭველი ქართველია, უეჭველი არაქართველი რით ხარ? რა ხასიათი რა თვისება გაქვს, რაც არ არის ქართული და გაქვს. რასაც შენ გამბედაობას ეძახი, სიმართლე თუ არა ქართული. არადიპლომატიურია, მაგრამ როგორც ამბობენ ჭკვიანმა ქალმა იცის, მაგრამ მაინც ენას ვერ აჩუმებს. იმ დღეს გავაშიარე ასეთი რაღაცა ინტერნეტში. კი ბატონო. თავიდან როდესაც ჩამოხვედი ამერიკაში, ბუნებრივია შენსა და ამერიკელებს შორის იქნებოდა უბსკრული ხო სრულიად უცხო ეროვნების ადამიანები, აი ამ უბსკრულს როგორ აშენებდი? მე არ ვიყავი ამერიკისთვის მზად აბსოლუტურად, მე ვთვლიდ რომ ამერიკული კულტურა, ამერიკული კინო, მე ვიყავი ფრანგულ კულტურაზე გაზრდილი, როგორც ფრანკოფონი და ევროპულ კულტურაზე გაზრდილი, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ძალიან დიდი დანაკლისი მაქვს არა ლიტერატურის, არა ხელოვნების, არამედ ჯეფ კენედი სულ მიყვარდა, ჯეკი კენედი და მთელი ეს ისტორია ვიცოდი, მაგრამ მაკლდა ძალიან ბევრი თანამედროვე მომენტის ისტორიიდან, რომელსაც მუდმივად ვავსებ. ვლაპარაკობ ამერიკული კინოების ფრაზების, ჩემი ამერიკელი მეგობრები მეხმარებიან, მასწავლიან რა უნდა წამეკითხა, მენახა რომ უფრო გამეგო მენტალობა და მე მგონი ნელ-ნელა ვაუმჯობესებ ამას. ნადირობის ქალღმერთი რო იყო, როგორ მამაკაც მოინადირებდი შენთვის და დაიტოვებდი ცოცხლად და როგორ მამაკაც განგმირავდი ისრით გულში. ნადირობა კაცის საქმეა. მე არ ვინადირებდი, მით უმეტეს ხალხს. დალი ბერძნული მითოლოგია. დალი, იუძიში და დაიანა. არა, მოვინადირებდი, როგორ გითხრა, გარეგნობა შემს არანაირი მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, რომ სოფლიო მაჩუკოს, არა იმ ხრივ რომ დაიპყროს როგორც ნაპოლეონმა, იმ ხრივ რომ I will show you the world რო არის, ხო იცი ალადინში. ძალიან მოგრძალებული ვარ ამ ხრივ, მაგრამ ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გამიგებს. მე ხომ ალექს ხო შევთანხმდით, რომ მე ერთი ადამიანი ჩემთვის ძალიან ცოტაა. ან ეტაპია, ასე ვთქვათ. შეუძლებელია ჩემთვის ერთ ადამიანთან მუდმივად მაკავშირებდეს მუდმივი ინტერესები, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ჩემმა ერთ-ერთმა ძალიან განათლებული ბიჭია არის ასეთი ინდუ ფილოსოფიაში ბუდა სანამ გათხდები ხარ ბოთჰისატვა თუ რაც არის რა ბოთჰისატვა რაც არის. ანუ ეს პროცესი მუდმივად ცვალებადია და ბრუნვადი, სიყვარული ბრუნვადია იმ ფილმში განასწორია, არ თქვა. ამიტომ მუდმივად რომ იცვლები, გემოვნებაც გეცვლება, ადამიანებიც იცვლებიან და შენი შეხედულებაც, ამიტომ ერთი ადამიანის მონადირება ჩემთვის აბსოლუტურად შეიძლება რაღაც სფეროების დაპყრობა და გატარება, გაანალიზება და მერე შემდეგი ეტაპის გახსნა კი. მაგრამ რომ გითხრა, ბოთჰისატვა კი პატარა ბუდასავით, ბოდიში ჩემ რელიგიასთან, მაგრამ ყველაზე ახლოს, რაც ჩემთვის არის ეს enlightenment,
გასხივოსნებული ადამიანი, მე ძალიან მაინტერესებს. არა ის, რომელიც ბუდისტი აფრთხილებს არიჭრის და არა, მე ვთვლი, აი, ზე ადამიანობისკენ რომ ვისწრაფვით, რომ გავხდეთ ის არსებები, ვინც მართავენ ამ თელ გეომეტრიას და ჰარმონიას, ასეთი კი სიამოვნებით. მაგრამ იმისგანაც მე რაღაცას ვისწავლი და გავაგზელებ ჩემ გზას და ისიც გამიშვებს. ჩემპიონი რაში ხართ? აი ჩემპიონატი რო ტარდებოდეს, რაში გაქვთ ყველაზე ესეთი სკილები, აი უნარები, რაშიც ხართ ყველაზე ძლიერი და აი ჩემპიონატი რო ჩატარდეს, ამ ჩემპიონატის გამარჯვებული რო იქნებოდ. გახსოვს მე ვამბობდი სექსში ვიქნები, ოქროს მედალს ავიღებდი მაშინ. ბევრი წლის. არ მახსოვს ეგეთი ფრაზა გაქვს. მე ვამბობდი რომ რატომ არ არის სექსში ოლიმპიადა, ოქროს მედალი მექნება. მაგრამ ის დრო გავიდა, მაგრამ რომ იყოს ოლიმპიადა ჯიუტობაში, მიზანდასახულობაში და შეიძლება არ ჩანს რომ რასაკეთებს აი მე სულ მუშაობ და მიზანდასახულობაში ავიღებდი რაც ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თვისებაა და ჯიუტობა ძალიან ცუდია. ჯიუტი რომ ხარ ძალიან ცუდია ბოდიში ტუჩები მიშება. ხო, მაგრამ მიზნის მიღწევას ამართლებს ხოლმე და იცი რა არის? მაინც კაია, იცი. ამას წინათ წავიკითხე, აი შენ ცხოვრობ რაღაც მიზნები გაქვს, გეგმები და უცბად ცხოვრება წყდება. და ამიტომ დილას რო ვიღვიძებ, მე ძალიან ბედნიერი, მადლობა ჩემ კატას, ჩემ გვერდით თუ ზინავს და ვიხუტებ და ძალიან ბედნიერი ვარ. ადრე როგორ იცვლება ადამიანი, ადრე აბსოლუტურ სიბნელეში მეძინა. ახლა ფარდები არ მაქვს საძინებელში და ის რომ მზის ხივები მაღვიზებს და მე ვიღვიძებ ძალიან ადრე. რაც არ უნდა დაღლი ეს მაბედნიერებს. სპორტით ხარ დაკავებული, ხო? ჩოგბურთით ხო მითხარით წესილი. მაჩუკა ჩოგანი და ბურთი გოლში ვერ მოახვი. არა, მე სულ დავრბივარ და ფეხებზეც უნდა მეტყობოდეს რომ დავრბივარ. არა ჩაულებრივ ფორმაში ხარ, მინდა გითხრა და გეტყობა მაგრამ ვარჯიშობს სულ და კვების რეჟიმში სული და რა ვიცი, შამპანური ამ ზაფხულს დავლი ერთხელ კი ბოდიში სტუმარი მყარ. არ სვამ ალკოჰოლს და ბევრი რაღაც შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. გაბოროტებული თუ ყოფილ ხარ როდის? მე და დაგიჭერია საკუთარი თავი იმაში, რომ გაბოროტებული ქალი ხარ. კი, და გეტყვით მიზეს, როდესაც ჩამოვედი, ძალიან მაბრაზებდა პოლიტიკა და საცუდავი სააკაშვილი, რაც მე მაგას პლაკატები და სკეჩები მივუძღვენი, მაგრამ თურმე მენოპაუზის ბრალი ყოფილა. ალბათონებო, ყველას გვევართება ეს კლიმაქსიანი ქალიო. კლიმაქსი არა, პრემენოპაუზა ყოფილა, როდესაც ქალის ორგანიზმი იძინებს ნელ-ნელა და მაგ მომენტში ჰორმონები რომ ადის ზემოთ, ან ჩადის ქვემოთ და რაღაცა, არა, ბავშვებო, სექსი არასოდეს არ მაკლდა იმ პერიოდში. ახლა ვარ გასხივოსნებული, მაგრამ აი მაშინ ეს ჰორმონების თამაში ვერ ხვდებოდი. და ამ ჰორმონების გამო ლანძღავდით სააკაშვილს? არ ლანძღავდი, მე უბრალოდ ვამბობდი, რასაც ფიქრობ, ლანძღვა სხვა რაღაცაა, როცა აგინებ, როდესაც სიმართლეს ლაპარაკობ და შენ პოზიციას გამოხატავ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ხო? არ ლანძღავდი, უბრალოდ ჩემ აზრს გამოვთქვამდი. როგორც ახლა გამოვთქვამ, რომ ბევრი რაღაც არ მომწონს, არც იქ არც აქ, ხო? ასე რომ და ეს ჰორმონების თამაში იყო და ეს გაბოროტება არ იყო, ეს იყო ჰორმონალური ბალანსის გავა. Please, we'll move. ეს იყო ჰორმონების ბრალი, რომ ჰორმონები ახლაც ვიჭერ ხოლმე ჩემ თავს, რომ ვაი მე რაღაც ცუდ ხასიათზე ვარ და ან წყალს ან სუნთქავ, რომ ცოტა გადამიაროს ამ იმან, რომ არ იფიქრონ გაბოროტება, ეს ჰორმონებია. მე ვერ დავიჯერებ ეხლა რომ თქვენაერი ცეცხლოვანი ქალი მხოლოდ ცივი წყლის ძალებით იხშობთ ამ ჰორმოზღვარულ ჰორმონებს. არა, ჰორმონალური ბალანსი საწყობად ცივი წყლით არ აკეთდება და არც ცივი შხაპით. რამდენი წლის ხარ ალექს? 32. კაია. მე ყოველთვის ხდებოდი ბიჭებს 15 წლით უმცროსები რომ იყვნენ. იცი როგორი იყო ეს დოზა, რომ მთავარია ჩემი შვილის აი ხო შეიძლება 13 წლის ასაკში გააჩინო, მაგრამ არ ვიზოგავდი თავს ასე ვთქვა და ძალიან დაბალი მარჟა მქონდა ახალგაზრდებთან შეხვედრის და აქაც ხოთა შორის ამერიკაშიც და ასე რომ რით განსხვავდება ქართული სექსი ამერიკული სექსისგან. საბედნიეროდ ქართველი ბიჭები არ ვიცი როგორ ხართ ბავშვებო will never know. რა ხდება ქართულ სექსში, იმიტომ რომ მე არასოდეს აღარ მექნება. არ ვიცი, ქართველებთან ასეთი ტიპის ურთიერთობა. ისე სტამპირატო დაადეთ, ესე მკაცრ გადაწყვეტილი. კი, ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შანსი ხო უნდა არსებობდეს ქართველი მამაკაცისთვის, იქნებ რა მაგარი ტიპია და ნაპერწკალი აკლიათ. სოფლიოს დაპყრობის და ამბიციის ნაპერწკალი აკლიათ. ახლა კიდევ ცოტა გაუჩნდა ძალიან ბევრ ქართულ ბიჭს ვიცნობ, მაგრამ ნაპერწკალია, აი ღვთაებრივი ნაპერწკალი, უსასრულობის ნაპერწკალი აკლიათ. იძირებიან. დონ კიხოტს ეძებთ თუ აი არა, დონ კიხოტს არ ვეძებ. მე ვეძებ უფრო ნაპოლეონ ცეზარის და ალექსანდრე მაკედონელის ნაზავს.
რომელსაც იპოვით უცხოელში თქვენი აზრით? აუცილებელი შეიძლება ქართულში, ბევრი კარგი ქართველი ვიცი, მაგრამ ჩვენი გზები არა შანს არ მგონია. არის ასეთი რაღაცა გენეტიკური ინტელექტი, რასაც ქვია. ჩვენი გენეტიკური ინტელექტი ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან მართლმადიდებლურია და მიმღებლობა ქალის ქართველი მამაკაცისთვის ცოტა განსხვავებულია ვიდრე ამერიკელი მაგალითად გაპატიებს რომ შენ შეიძლება რაღაც წარსული გქონდა ისეთი რომელიც ქართველისთვის მიუღებელია იმიტომ რომ ცხოვრება ქართველი კი ამბობს ეს არის ადამიანის წარსულით და მათ ყველას თუნდაც ქალიშვილი და სპეტაკიც მინდა გოგო მაშინ როდესაც ერთხელ მახსოვს 52 წლის კაცს ვაცნობდი დაახლოებით იმავე ასაკის ქალბატონს და მე რა თმინდაო ქართველი კაცი მე პატარა გოგო მინდაო და კი უთხარი სარკეში ჩაიხედა ხოლმე მაგრამ ასეთები არიან ძალიან გავიგე, ანუ ურთიერთობა არ გინდათ, იმიტომ რომ მაინც ეს წარსული უნდა დაგაყვედრონ. აი, მაინც შეიძლება რაღაცა ვიღაცა ხო ხვდებით, ხა თქვენ იქნა გამომდინარე, რომ თამამი ისევ და თამამი და მართალი ეს ერთ ტერმინად ჩავთვალოთ, იყავით, ვიღაცისთვის შეიძლება ხო ურთიერთობა იყოს დამაკომპლექსებელი. ქართველები არ მპატიობენ იმას, რომ ვისაც არ ხვდა წილად ჩემთან ურთიერთობა, არ მაპატიეს. ეს არ მაპატიეს და არ მაპატიეს ის, რომ მე ხმამაღლა ვთქვი, რომ ამ ადამიანთან მე სექსი მქონდა. და დაუშვათ მე ურთიერთობების არ მჯერა ალექს, ხომ თქვი, იმიტომ რომ შეუძლებელია მუდმივად მიბმული იყოს ეს ადამიანი. ისე თუ გაგიგიათ რომ მამაკაც უთქვამს თქვენზე რომ აი მე იუნასთან სექსი მქონდა და რეალურად არ ქონიათ და იმიტომ თქვა რომ უარი უთხარით. კი, ბევრჯერ მოუწერია დაუ ვიტყვი რა რომ შენ თქვი შენ ჭერი ჩემ გარამიდის. ერთით მეტი, ერთით ნაკლები. ჩემ გარამიდის თუ გავხარდება და გააბედნიერებს, ხომ? მაგრამ ყოფილა რომ მაგალითად ჩემი და მირეკავს სახში ვზივარ სამზარეულოში დედასთან ჯერ თბილისში ვცხოვრობდი ხალათით და ჩაისვამ და მირეკავს დეა ისტერიკაში როგორც ქართულს დაფასებული თანამშრომელი ისე მარცხენ ზღვენ სადღაც მაგიდაზე ისე ტიტველი ცეკვავ და სად მეთქი და სპიკერზე ჩავხდე და ეჩი მიგზის ასე მახსოვს რა და თურმე ვიღაცამ დაურეკა და შენი და გახტილი მაგიდაზე ცეკვას მთვრალი და დეა მეთქი და ჩართო დეამაც ვიდეო, ვიმე თურმე იუნა სახში ზის ჩაისვამ. ასეთებიც ყოფილა რა, აი იუნა ეკნახეთ ასეთი იყო და შეშლიათ ბევრჯერ სხვათა შორის. ჩემი უახლოესი მეგობარი დავკარგე იმის გამო რომ თბილისიდან ჩამოვიდა აქ ამერიკაში და დეაზე ჩემ ტყუპის ცალზე მითხრა უსაძაგლესი რაღაც რომ არის ზანედაცემული ქალი კულტურულად რომ თქვათ, რომელიც სექსმუშაკია, ელიტარული დეა. და მე ისე გამოცდი რომ უთხარი, მე ჩემში ხო არ ერევათ. ცეცხლი ჩემზე ავიღე, იმიტომ ასე ყოფილა ასეთი, მაგრამ როგორ შეიძლება მარტოხელა დედაზე, რომელიც 36 საათი 24-დან მუშაობს და ჩვენ ერთ სახლში ცხოვრობს მშობლებთან, ასეთი საძაგლობა თქვა. არა, ეს მეძავობა თქვენ თავზე აიღეთ ამ შემთხვევაში. სექსმუშაკობა ამერიკაში საპატიო პროფესიაა და OnlyFans-ი არის პლატფორმა, სადაც ყველა ამით ძალიან დიდ ფულს აკეთებს, მათ შორის სოპრანოს ერთ-ერთი მსახიობი, დრეა, ვინც სოპრანოს რძალს თამაშობდა. თუმცა პროსტიტუცია აკრძალული არის. პროსტიტუცია ძალიან სასაცილოა ის, რომ OnlyFans-ი არ არის აკრძალული და პროსტიტუცია და სექსმუშაკობა თითქოს გადასახადებს ითვლი და პროსტიტუცია ისევ კიდევ კლიშეა, სასაცილოა ეს, მაგრამ ეს ამაზე არის, ის იმაზეა, რომ დეაზე ასე თქვას და მე ჩემზე ავიღე, იმიტომ რომ ასე არა, იმდან შეჩეული ვიყავი ამ საზაგლობებს, ხო? კი, გასაგებ. ისე სად არის მაშინ თქვენზე ნათქვამ, აი თქვენზე რაც უთქვამთ, წითელი ხაზი, ისე სად არის ის წითელი ხაზი, რაც უთქვამთ შენზე, აი მაგალითად ხა მეგობარს უთხარი დავთანხმდიო, რომ ეთქვა ჩემთან სექსი და ასე შემდეგ. ხო, აი რაც მოკლედ არ გაინტერესებს, რას იტყვიან, მაგრამ აი რაც უკვე გაინტერესებს ეს ხაზი სად ირთვება ხოლმე, რაც უკვე აღარ სიამოვნებდა, უკვე დაუკრეფავ. იქნებოდა ალბათ 2021 წელი, როდესაც ერთ-ერთი ემიგრანტი იყო გერმანიაში და მაშინ ხომ იცით Facebook-ით ვერთობოდით და იუნა შაფათავა არის ჩვეულებრივი ასეთი და რა თანხა დაასახელა და ალექს ეს იყო პირველად, როდესაც მე ვიფიქრე რომ მე გაჟონვა დამემართება. და ისეთი თვითკმა ყოფილი სახით მაშინ იყო, როდესაც მე დავჯექი და პარლამენტის ქალთა კომიტეტის თავმჯდომარის მივწერე, სალომე ზურაბიშვილის კომიტეტს, რაც იყო ირგვლივ მაშინ პრეზიდენტი იყო, პარლამენტარებს მივწერე, ვინც კი ამომივარდა პარლამენტის ვებგვერდზე და პროკურატურას მივწერე და მადლობა. ამას ყოველთვის აქვს აზრი.
პირველმა ბესელიამ მიპასუხა მადლობა და დანარჩენებმა ქალბატონო იუნარი და სახალხო დამცველმა ლომჟარია იყო მაშინ მგონი და რით შეიძლება დაგეხმაროთ ჩვენ აქ ვართ. ამ თქვენი ალექს ახლა გამაჟრიალა. იმდენად აი ამაზარზანი იყო ამი იუნა საფათაა შენ თვითონაც ხო იცი ვინ ხარ? აი მაშინ ჩემი მეგობარი მოვიდა ხაჭაპური მომიტანა ნინამ და ნინ მოიცა მეთქი ძალიან ცუდად ვარ. თავბრუ დამეხლა და ვიფიქრე რატომ უნდა მოვკვდე მე ნერვიულობით, რატომ მეწყინა არც ვიცი, იმიტომ რომ ბევრჯერ მქონდა განაგონი, მაგრამ იმდენი კომენტარი იყო. ამიტომ არის რომ განსჯა ადამიანის. ძალიან რთულია. გახსოვს მაიკო ასათიანის პროფილში რა ვთქვით, რომ სულ მივარდება ხოლმე ის ვიდეო ქალბატონო რომ მომწერა, შეიძლება ყველა ლაპარაკობს შეხა და მე ის ვამბობ მაიკოსთან ეთერში, მაიკო ასათიანს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით, რომ მე მივწერებთ კი ქალბატონო, მე ბუჟი ვარ. აბა მე რა ვიცი, ყველა ასე ლაპარაკობს და მე ვყვებ მასწავლებელზე, რომ ყველა მტკვარში ხდება, შენს გადახტები, ამიტომ არ შეიძლება. მე ვიცი, იქნებ რატომ ამბობს ის ადამიანი, რომ მე ამ ადამიანზე ესა და ესეც, სანამ მე თვითონ არ გადავამოწმებ, მე არ მიჭერა. ამერიკელებიც ხო არ ამბობენ მსგავს შენზე. ხომ არ გაგიგია რომ შენზე ჭორაობენ და ამბობენ რომ მეძავიაო და ასე შემდეგ. ამერიკელი ძალიან გულღია ხალხია, ძალიან მიამიტი და ძალიან პირდაპირი. ჩვენ ერთმანეთს არაფერ რა განსხვავებაა კიდევ იმ თემას დაუბრუნდით ქართულ და ამერიკელ მამაკაცებს შორის. ქართულ მამაკაცს შეიძლება 2 წელი ხვდებოდე და ვერ მიხვდე რომ ოფიციალურ ურთიერთობაშია, შვილები ყავს და ამერიკელი მამაკაცი გიყვება, შემოსავალი რამდენი აქვს. მოგიყვები მაგალითისთვის ამწარს ამას წინ ჩემი ყოფილი ვიღაცა ბიჭი ქართველი ძალიან კარგი ბიჭი სხვათა შორის და დაიწყეთ ლაპარაკი რასაკეთებსაც ხოვრო ბიზნესი ჩაგივარ და რასაკეთებ და რამდენ კითხვას მისმევო და მე ჩემი თავი იმაზე დავიჭირო ბოდიში მეთქი ბოდიში მე შევეჩვია ამერიკულად ცხოვრებას იმიტომ რომ არაფერი დასამალი არ გაქვს გამჭვირვალე ხარ და სიმართლე ძალიან მარტივია სუფთა ნამუსი ცხოვრება და სუფთა ასე ვთქვათ გამჭვირვალე რო ხარ დასამალი რომ არაფერი გაქვს ეს არის ამერიკელების და ქართველი ადამიანების არა მხოლოდ მამაკაცების განსხვავება რომ გამჭვირვალეობა და გულღიობა ამერიკელებთან მაგალითად ეს ჩემი ძალიან მაგარი ჯაზმენი ანტონი ფოტოებს რო უყურე და baby your titties ეს titties შეიძლება პატარა ბოდიში არ მიყვარს სიტუაცია სუსუკები გიჩანს ამ ფოტოზე და ანტონი მეთქი იმაზე ვარ რა კინოში ვარ და იმაზე ვარ მოდელი ვარ და okay baby I'm just saying ისე ქალად რო დაიბადეთ წააგეთ თუ მოიგეს და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ქალად დავიბადე და მე ვთვლი რომ ქალს ყველაფერი შეუძლია რასაც კაცი აკეთებს და მეტიც გლორია სტაინემის სტივარ ძალიან მაგარი მაგრამ სხვა ადამიანების მიმართ თქვენი ემპათიის იმპულს რა ათამაშებს? ძალიან მნიშვნელოვანია სამსახიობო სკოლაში სიუზან ბატსონი ბინოში ჟულიეტ ბინოშის მასწავლებელია სხვათა შორის სამსახიობო. ნუ როდესაც გადაღებებზე დადი ჟულიეტ ბინოშთან ერთად არის სიუზანი ძალიან მაგარი ქალი. ძალიან გამხსნა. თუ მსახიობს ემპათია არ აქვს, ის ვერ ითამაშებს კარგად, როლში ვერ შევა. პლასტიკურ ოპერაციებს თუ აპირებთ, რომ მიმართო 100 წლის მერე, თუ არ ვიცი, იმიტომ რომ აი არის ქალების პრობლემური არა, ბოტოქს არ ვიკეთებ უკვე, იმიტომ რომ კამერაზე მიშლის ემპათიას და წირილს რაც შეეხება ნიკოლ კიდმანის გაყინულ სახეს რო უყურებ და იზაბელა ჯანის ულამაზესი ქალებია, გაყინული სახე. ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავის სახე გაყინულია და ამას ვერ შვებია. ბოტოქსი რო გაიწოვება ხოლმე თვალები მეხსნა და ეს ნაწილი ჩამოდის ხოლმე და იტყვიან ხოლმე ფოტოებზე უი მე როგორ დაბერებულა იუნა რა ვქნათ მონიკა ბელუჩი თუ დაბერდა და ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა მეც რამენაერად ამ გრავიტაციას ავიდა თუმცა ბუნებრივად დაბერებას ემხრობიან ხო მე ვემხრობი ბუნებრიობას შეყვარებული როდის იყავი ბოლოს ან იქნება ახლა შეყვარებული ხარ ურთიერთობაში არ ვარ არ მჯერა მე ურთიერთობების და არც მესმის იმ ადამიანების რომ ერთ ასე ვთქვათ ძივანზე ზიან წლები არა თუნდაც სამხრივად და შორიდან რო ეტრფი აი ახლა ვინ მიგიყვარს იცი რა არის აი სიყვარული ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცაა და ძალიან მომთხოვნი ვარ, ამიტომ რომ თქვა ვიღაცაზე მიყვარს, ის უნდა იყოს ჩემი იდეალი და არ არის ასეთი რა ვქნა. ლოცვაზეც კითხავ, ლოცვა სად? უწყვეტი ლოცვა ქვია, ამას რომელიც ვისწავლე დიდი ხნის წინ და ჩემს შულს მაშას ვეხვეწები, ჩამაბარე ლოცვები. უწყვეტი ლოცვა, მაქვს საყვარელი ლოცვები, სულ ვლოცულობ, დავდივარ ეკლესიაში სიარული არაფერ შუაშია, მედიტაციაც ლოცვა და სხვა რელიგიები და ფილოსოფიებიც მესმის, მე ცოტა სხვანაირად მესმის ლოცვა რას ქვია.
და ამიტომ ერთ კონკრეტულ რელიგიაში არ აქცევ, ანუ მე მართლმადიდებელი ვარ, ხომ ხედავ, ჯვარიც მიკეთია და ესეც მიკეთია და ამიტომ ბევრჯერ კითხულობენ. მე სულ მეცინება, როდესაც ქრისტე აღდგება კათოლიკურად და მე მართლმადიდებლურად. I love you Jesus Christ, მაგრამ ერთი და იგივე ადამიანი უნდა აღსდგეს და როგორ ხდება რაღაც ამათი შეუთანხმებლობის გამო, რომელიღაც ეკლესია ასე თulis და ეს ამიტომ მე არ მჯერა ამ რაღაცის, რომ ეხლა აღდგა, მე არ აღდგა. ამიტომ მე მაგალითად ვეზიარე ახლა კათოლიკურ ეკლესიაში, წმინდა პატრიკის სოხოში. იმიტომ რომ ზიარება იყო, როგორ არ მივსულიყავი და არავინ არ მეუბნება, თვით გვემა არ ქონდა და არ გაზიარებ. მაზიარეს, როგორც დარჩენი ყველა სხვა, ტრანსი იყო, გეი იყო, ლესბოსელი იყო, ქართველი იყო თუ ამერიკელი თუ ჩინელი იყო, ყველა აზიარეს. Sohoa, New York-ია. ამიტომ ჩემთვის ამის თქმა რომ ეს ლოცვა მაქვს საყვარელი ლოცვები, მაგრამ ეს ძალიან პირადულია, ამიტომ ძალიან მიყვარს ალავერდის ეკლესია, ჩემი საყვარელი ეკლესია, ძალიან მიყვარს ჯვარი, ძალიან მიყვარს გერგეთი და ველი იმ დღეს მე რომ ალავერდში დაბრუნდები და უბრალოდ მოვილოცებ კი არა ჩავეხუტები იმ სალოცავს. ჯვარიც დაიწერო იქ. ჯვარი მქონდა დაწერილი ჯვარზე, მაგრამ ალავერდში ჯვარზე არ გაამართლა. მე მეგონა მე სულ მინდოდა ცხოვრება, სადაც სულ მეყვარება ერთი ადამიანი და ბევრ თაობას, სიკეთეს და სიყვარულს ვაჩუქებდით, მაგრამ არ გამოვიდა რა ვქნა. ნიუ-იორკი როგორი ქალაქია, როგორ მოგწონს, მარტო გრძნობ თუ არა თავს, ხო იცი ძალიან ისეთ ბევრისთვის სტრესულია, ვერ უძლებს, ფსიქოლოგიური პრობლემები ეწყებათ ხოლმე, როგორ ხარ ამ კუთხით რამდენად მყარად და როგორ მოგწონს ის. ჩემთვის ბაბილონის კოშკია, იმიტომ რომ ყველანაირი უმსგავსობა, მკვლელობა, დრამა და ჭუჭყი აქედან ძალიან ჭუჭყიანი ქალაქია. მაგრამ ამავდროულად ძალიან მიყვარს შევზივართ კვეთაზე ისტის და ვესტის. უმაღლესი ინტელექტი, რაც ამერიკას გააჩნია, მე ძალიან მიყვარს. სულიერება არ არის, მაგრამ რაც მე საზრდო მაკლდა ინტელექტუალური ზრდის მხრივ, მე ძალიან ბევრი მომცა ამერიკამ. გამიმართლა იმ ადამიანებზე და მე თვითონ ვეძებდი იმ წრეს და რაღაც მხრივ ვიპოვე. ესე წარმატებისკენ სწრაფვა სულ გაქვს ხოლმე თუ არის მომენტები, როდესაც საერთოდ არაფრის კეთება გინდა და სიზარმაცის მორევში რომ უბრალოდ გინდა რომ იყო და უბრალოდ ისე ამონო ყოველი წუთით მოქმედოთ. მე ვფიქრობ, რომ წარმატება არა, შედეგზე მუშაობა, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია. მე შედეგი მინდა. იგივე ის ფილმი მინდა დავასრულო. სცენარი მაქვს ერთი, რომელიც ძალიან მიყვარს და ვერ ვასრულებ, იმიტომ რომ ის ბიჭი მიყვარდა, ვიზებს წერდი და მის სიყვარულზე წერდი ისტორიას და ამ მომენტში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრა. რეჟისორია ის ბიჭი და ძალიან მოგწონდა ერთმანეთი, მაგრამ მეტად პატარაა. და ისტორიას ვწერ, როგორ დაშორდნენ და ვიეჭვიანე წერის დროს. ვიეჭვიანე, იმიტომ რომ მე არ ვუყვარდი მას ისე, როგორც ის გოგო უყვარდა, რომელმაც უარი უთხრა. ის სიყვარული შემშურდა, როგორც უფროს ქალს. ისინი ჩემზე 1-15 წლით პატარები არიან. შემშურდა მწერალი ქალის შურით, მაგრამ შედეგი ჩემთვის არის, აი მაგალითად კინოს გადაღება მინდა იმ ჩემ ადამიანზე, რომელიც ასევე ძალიან მიყვარდა, არის ფიქრობ ეს რამდენი კაცი უყვარდა ამ ადამიანს. მიყვარდა, იმიტომ რომ მინდოდა არა, ჩემ სპექტაკლში ეთამაშა და სხვა ადამიანზე იყო გათვლილი ეს სცენა და მას უნდა ეთამაშა. რა არის ბედი? მას დედა დაეღუპა იმ კაცს, ვისაც უნდა ეთამაშა ჩემთან და უბრალოდ დედა ყავდა დაღუპული. ხომ არ ვეტყვი თეატრალურ ფესტივალზე ახლა ჩემი სიყვარული თან. ჩვენ ინტერვიუ დასასრულს უახლოვდება. რამე თემა ხომ არ არის, რაც არ ვახსენე, რამე დაგაკელი, რისი, ასე ვთქვათ, დამატება შეგიძლია, რაც შეიძლება გინდოდა რომ გეთქვა, ან რამე ხომ არ არის ისეთი, რაც ისაუბრე და ამოჭრიდი შეგიძლია ყურში მიჩურჩული და ამოჭრი. მე დიდი ხანია ინტერვიუ არ მიმეცია ქართული ხალხისთვის და მადლობა ამ დობისთვის. არა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველების ის ერთმანეთის გატანა სიყვარული და იმის გააზრება, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ. რაც არ უნდა პარტია მოგწონდეს, ან ვინმე ლიდერი მოგწონდეს შინაგანად, ის ღმერთი შინაგანი, ვის რწმენა სხვა არის, სიკეთის რწმენა და ამიტომ ეს კონფრონტაცია, რაც ხდება საქართველოს ჩვენ პოლიტიკაზე არ ვისაუბრეთ, არ უნდა ხდებოდეს, ეს მინდა ვთქვა და მე ხომ სასამართლოებში ვმუშაობ და სასამართლოებში, როდესაც ყველაფერს ალაპარაკებენ მოპასუხეს, მე მოსამართლე ამბობს ხოლმე როდესაც განსაკუთრებით ადვოკატი არის კიდე რაც არ ასე ვთქვათ დავფარეთ და რისი თქმაც გსურთ. და ყველა ამბობს შემოძვირფასო საყვარელო ქართველებო, რომ მადლობა ამ ქვეყანას
ასე ამბობენ ხოლმე, ჩემი სიტყვები აქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდა ერთადერთხელ იმ ფრაზამ დამცა და მე და მოსამართლემ ერთად ვიტირეთ, პროკურორმა ავიტირა, რომ მე არასოდეს არ ყოფილ ვარ ჩემ ცხოვრებაში ბედნიერი და მომეცით ბედნიერების შანსი. მე მინდა უბრალოდ რომ ყველას გჯეროდეთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია. იმ დღეს ბრუკლინის ხიდზე ქალი იყო ასული და პოლიციელი ეუბნებოდა ძალიან მაგარ სიტყვებს. ეს დროებითი პრობლემა გამოუსწორებელ შეცდომად არ აქციო. არ არსებობს გამოუსწორებელი შეცდომები იმ ფატალიზმის გარდა, ფატალური მომენტის გარდა, როდესაც ვეღარ შეცვლი და ადამიანს ვერ გადაარჩენ. ამიტომ მე უბრალოდ მინდა ვუსურვო ჩვენ კეთილ ქართველებს, უფრო მეტი სიკეთე, სიყვარული, ურთიერთგაგება და არ ვიყოთ გათითო კაცებულები, ხო? და ყველაფერი დროებითია, ყველაფერი იცვლება. ასე რომ გჯეროდეთ, რომ უკეთესი დროც არსებობს, ისევე როგორც უარესი და ვიბედნიეროთ იმ მომენტში, მაგალითად დღეს ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩვენი ინტერვიუ ბევრი რაც წინააღმდეგობის გამო შედგა და ჩვენ 14 წლის შემდეგ კიდევ შევხვდით ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო. მადლობა ჩემ ოპერატორ სამტანობისის და დიდხანს იტანჯა ამ სიცხეში. მადლობა და მინდა გისურვო წარმატებები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე გემშვიდობებით ერთი კვირი. თქვენ კი ტრადიციულად მინდა გთხოვოთ, რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, მოგძებნეთ YouTube-ზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი. სწორედ YouTube-ზე შეგიძლიათ, რომ ამ გადაცემის სრული ვერსია ნახოთ. დროებით გემშვიდობებით.